ასე დაიწყო ჩემი შვებულების მეორე ნაწილი, ჯუნგლებში გზის გაკვლევით. ეს ჩემი სოფელია, სადაც მთელი ბავშვობის ყველა ზაფხული მაქვს გატარებული. ჩემი ბავშვობიდან დღეს აქ მხოლოდ სახლებია დარჩენილი, სხვა ყველაფერი შეიცვალა. წლიდან წლამდე ნელ-ნელა გაქრნენ ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. მათთან ერთად ამ ადგილმა ნელ-ნელა დაკარგა თავისი მაგიური ძალა. ძალა, რომელიც ყველა აქ ჩამოსულს ბედნიერს ხდიდა. დღეს ეს მოგონებების ადგილია, აი მაგალითად, ამ თონესთან კვირაში ერთხელ პურს ვაცხობდით. მეზობელ სახლებში მცხოვრები დიდები და პატარები ერთად ვიკრიბებოდით. ზოგს თონეში ჩავარდნილი, ანუ კუტის პური უყვარდა, ცოტა ნახშირის გემო რომ დაჰყვება. ზოგს კი პირიქით, ჩავარდნამდე ამოღებული. მერე პურს შუაში გახლეჩდი და იქიდან ამოვარდნილი ოხშივარი ჯერ სახეს დაგწვავდა. შემდეგ კი შიგნით ჩადებულ იმერულ ყველს დაადნობდა. მერე ჩვენი მეზობლები, ციალა და დენიზა დეიდა გარდაიცვალნენ და მას შემდეგ თონეთს აღარავის დაუნთია. ცალკე დღესასწაული იყო ჭის ამორეცხვა. ზაფხულში ჭა აუცილებლად უნდა ამორეცხილიყო, რომ უფრო სუფთა და გემრიელი წყალი გქონოდა. დაახლოებით 1 კვირა ჭის დაცლას ვუნდებოდით. დიახ, არ მოგესმათ, ჭას ვცლიდით. დღეების განმავლობაში ჭიდან წყალს ელექტრონასოსით ვქაჩავდით და ეზოებსა და ბოსტნებში ვუშვებდით. ჭის დაცლას მაშინ ვიწყებდით, როდესაც სოფელში გვალვა იწყებოდა და გარშემო ყველა სხვა ჭა შრებოდა. ჩვენი ჭა არასდროს დამშრალა, უბრალოდ წყლის რაოდენობა ikლებდა. ხო და მაშინ თოკებზე დაკიდებული რომელიმე მეზობელი ჩავიდოდა ჭაში და კარგად ამოხეხავდა. შემდეგ შემომდინარე წყლებით ჭა ისევ ივსებოდა და ჩვენც ახალი და სუფთა წყალი გვქონდა. მურთაზი და ოთარი ბიძია დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ. ჭა ალბათ უკვე 15 წელია აღარავის ამოურეცხავს. ჩემს ქუჩაზე 7 სახლია. ბავშვობაში ყველა ადამიანებით სავსე იყო. ზოგჯერ სხვასთან ჩამოსული სტუმრების კი დარჩენილან ჩვენთან მასპინძელს სახლში ადგილი რომ აღარ ჰქონდა. ახლა კი საშინელი სიჩუმეა. ყველაზე მეტად ეს სიჩუმე მას ევდიანებს, როდესაც აქ ჩამოვდივარ. ჭიშკარს ყოველთვის საგულდაგულოდ ვკეტავდით. თუ ღია დაგრჩებოდა, რამდენიმე წუთში ეზო საქონლით, ღორებითა და ქათმებით აივსებოდა. დღეს ჭიშკარი სპეციალურად დავტოვე ღია. პირველმა სტუმარმა დაახლოებით 1 საათში შემოისეირნა. მას მალევე მოჰყვა მეორე, რომელმაც პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ საკუთარ საზღვრებში ჩემი მანქანა შეიყვანა. ორივე მალე წავიდა და ერთი მომდევნო დღეს მეგობრებთან ერთად დაბრუნდა.